დაუბრუნდი პირდაპირ და ერთი კაი ამბავი მაქვს თქვენ. ნუ მოვიწყინე. თურმე საქართველოში ჩატარდება საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი. ძალიან მაინტერესებს დეტალები და ამ დეტალებს ზუსტად ქეთი რატენი გაგვანდობს. ქეთი, სად ახარ? ქეთი. მოგესალმებით, საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის ჯიფონის ანალოგი თბილისში სექტემბერში გაიმართება. მას ვისაც სურს, რომ ფესტივალის ჟიურის წევრი იყოს, აუცილებლად უნდა გაიაროთ უკვე რეგისტრაცია. ამისთვის თქვენ 13-დან 18 წლამდე უნდა იყოთ. თუ კიდევ რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეთ, ამაზე უკვე ქალბატონი ნანა ჯანელიძე გვესაუბრება. მოგესალმებით, ქალბატონი ნანა. პირველ რიგში გითხარით, როგორი სახით ჩატარდება თბილისში ეს ფესტივალი? ჯიფონის ფესტივალზე ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრეთ, ეს არის უნიკალური ფესტივალი, სადაც ბავშვები თვითონ არიან ჟიურის წევრები, ასე რომ ნუ შეშინდებიან ისინი ჟიურის წევრებად უნდა დარეგისტრირდნენ იმისთვის, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ ფესტივალში. ჩვენ წელს გვექნება ერთდღიანი ფესტივალი და ეს არის ჩვენი ტესტი, შევძლებთ თუ არა ამ ტესტის ჩაბარებას, თუ ჩვენ შევძლებთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კარგად იქნება. 2015 წელს ჩატარდება უკვე დიდი ჯიფონი, ანუ ეს იქნება ალბათ 10 დღიანი ფესტივალი, სადაც უკვე დიდი ვარსკვლავებით ჩამოვლენ და იქნებიან სტუმრები, უკვე ჟიურის წევრი ბავშვები იქნებიან სტუმრად ჩამოსული საქართველოში. იმისთვის, რომ ისინი დარეგისტრირდნენ ჩვენი ბავშვები ჟიურის წევრებად, უნდა შევიდნენ ჩვენს ვებსაიტზე, ეს არის GNFC, Georgia National Film Center. მთავარ გვერდზე არის ესეთი ლოგო ჯიფონი და იქ წერია ჟიურის წევრების დარეგისტრირება. აი იქ უნდა დაკლიკონ და გაიხსნება, ეს არის ინგლისურად, იმიტომ რომ ბავშვებს დასჭირდებათ ინგლისურის ცოდნა და მეტნაკლებად, ესე იგი, ინტერესი კინოსადმი, მათ უნდა დაწერონ სამოტივაციო წერილი და აი ამის მიხედვით იქნებიან ისინი შერჩეულები. სულ ჩვენ გვჭირდება 250 ბავშვი, ასე რომ ბევრი ადგილებია და ყველას ვეპატიჟებით, არა მარტო თბილისიდან, რეგიონებიდანაც და გთხოვთ დარეგისტრირდით და გახდით ჯიფონის ჟიურის წევრები. ასევე წელს მივემგზავრებით ჯიფონის ფესტივალზე იტალიაში. ვინ მიდიან და რამდენკაციანი ჯგუფი იქნება, ასე ვთქვათ, ჩვენგან წარმოდგენილი და როგორი სახით ტარდება უკვე რეალური ჯიფონის ფესტივალი? ესე იგი, ჩვენ შარშან წავდექით პირველად ჯიფონისზე და მინდა გითხრათ, რომ იმდენად კარგი იყო ჩვენი პირველი ვიზიტი, რომ შემდეგ თვითონ ჯიფონის ფესტივალის დირექტორი ჩამოგზავნა საქართველოში. დაათვალიერა, შეხვდა სტუდენტებს, შეხვდა პიონერ ფილმს, შეხვდა პიონერთა სასახლეს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი შთაბეჭდილება წავიდა. სწორედ ამიტომ მან თავისი ბრენდი ჩვენ დაგვითხო უფასოდ. საერთოდ ეს ძალიან ძირითადებული ფესტივალია, მაგრამ ბრაზილიამ წელს გადაიხადა 100,000 ევრო. აი ჩვენ მან მოგწეხა საშუალება, რომ ისე ჩავერთოთ ამ ფესტივალში და ამის გამო მოგცა სწორედ უფლება, რომ წელს 7 ბავშვი იქნება წარდგენილი. საერთოდ ტრადიციულად მიდის ხოლმე ერთი ქვეყნიდან 3 ბავშვი. და მან გთხოვა, რომ რეგიონებიდანაც იყოსო და სწორედ წელს ჩვენ გვყავს 3 ბავშვი რეგიონიდან, ეს არის იმერეთიდან, აჭარიდან და კახეთიდან და 4 ბავშვი არის უკვე თბილისიდან. აი ეს 7 ადამიანი, 7 ბავშვი წარდგება, გარდა ამისა ჩატარდება ერთი დღე საქართველოსი, ანუ საქართველო იქნება მასპინძელი იმ ერთ დღეს ჯიფონის ფესტივალზე, სადაც ჩვენ ვაფუძნებთ ქართულ მოკლემეტრაჟიან და ერთ სრულმეტრაჟიან ფილმს და გვექნება შემდეგ მიღება. მე რამდენი წელია, რაც მონაწილეობთ ამ ფესტივალში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ბავშვების? ჩვენ უკვე მეორე წელია მონაწილეობთ, ეს წელს არის მეორე წელი. თვითონ ფესტივალი არის 54 წლის, ანუ ერთ-ერთი უძველესი ფესტივალი არის მსოფლიოში. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ბავშვებისთვის. ეს არის ფაქტიურად ევროპულ კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაცია, თავის თანატოლებთან ერთად ყოფნა, მათთან დებატებში შესვლა, იმიტომ რომ ეს ფილმები არის მათ პრობლემებს, ეს არის ასაკობრივად ძალიან ზუსტად განსაზღვრული ფილმები და ბავშვებს ეძლევათ საშუალება, რომ თავის თავზე ილაპარაკონ, ისაც მათ აწუხებთ. ხშირად ისინი ჩვენს მიერ არიან უყურადღებო დატოვებულები. თან აქვთ ამ შემთხვევაში შესაძლებლობა, რომ თავის თანატოლ ბავშვებთან ევროპიდან კონდეთ აი ამის შესაძლებლობა და დიდ კარგ ფილმებზე მოხდეს აი მათი ურთიერთობა. ძალიან დიდი მადლობა. მე კი შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 15 ივლისამდე გაგრძელდება. კეთი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდებს ესეთი, ესე ვთქვათ, ადგილებზე თავი გამოიჩინა. ძალიან საინტერესო იქნება. მაგასაკში უკვე რაღაცებს დიწყებ, ხო? რა ვიცი, შეიძლება ძალიან დიდი მომავალიც გქონდეს მერე. კი, როგორც წესი ეს ასაკია, როდესაც მართალია ჩვენი მშობლების თაობის დროს მშობლები ირჩევდნენ პროფესიებს საკუთარი შვილებისთვის, მაგრამ ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვმა იცის გულის სიღრმეში და საკუთარი მთელი სხეულით რა უნდა რომ გააკეთეს. ამიტომ ფანტაზია საზღვარი არ აქვს მაგ დროს. ისეთ კაი რაღაცები გაკეთება. ჟიურიში როცა სხედან ბავშვები
და ისინი წყვეტენ მათი ასაკის ბავშვებმა რა უნდა ნახონ, იმიტომ რომ მშობელი ხანდახან მე მაგალითად ჩვენი გამოცდილებიდან თუ რაღაც ნანახი ფილმებიდან ვეუბნებით რომ არა ეს ნახე კარგია, არა ეს ნახე კარგია და ბავშვს მე მგონი ზუსტად იცის თავის თაობას რა ჭირდება, რომელი ფილმი ჭირდება და რომელია მათი ეხლანდელი გემოვნების. მაგალითად გვანცამ რაც მოყვე იმის ნახვა დაუშვებელია. მაგრამ ყველგან არის სოციალურ ქსელებში, ყველგან შეგიძლია ეს ნახოთ, ამიტომ რა ავარიდოთ ბავშვები ამას. სამაგიეროდ დაშვებული ვნახოთ ის გამოფენა, რომელსაც გთავაზობს მხატვარი, რომელსაც კი, ნამდვილად ქართულ მაყურებელს უკვე აქვს ინფორმაცია, გაშუქდა კიდეც რომ ეკატერინა ჩანჩიბაძე, რომელიც გახლავთ მხატვარი, მან მიიღო ხელი ფოტოგრაფიასაც, ასე ვთქვათ, და ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა უკვე ეს ფოტოსერია, თუმცა ახლა გეგმავს გამოფენას ამ ფოტოების და მე როგორც ვიცი, როგორც მას ჩვევია, ისეთი რუდუნებით საკუთარი ხელით ამოუქარგავს ის ჩარჩოები, რომელშიც ეს ფოტოები იქნება და რუსკა გიორგაძე გვეტყვის ყველა დეტალს. რუსკა ეკატერინა ჩანჩიბაძის თვალით დანახული დედაშვილი ქართველი ფოტოხელოვანი სადებიუტო გამოფენა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 5 ივლისს 19 საათზე დაიწყება. ფოტოპროექტის ინსპირაცია გახდა დედაშვილის ურთიერთობა და ამ პროექტში ჩართულია 25 ცნობილი ქართველი ქალბატონი, მათ შორის არიან მსახიობები, მოდელები, პიარ მენეჯერები, ჟურნალისტები. თუ როგორ დაითანხმა ეკა ჩანჩიბაძემ ეს ქართველი ქალბატონები, ამაზე უფრო დაწვრილებით, რა თქმა უნდა, თავად ფოტოპროექტის ავტორი გვესაუბრება, ეკა ძალიან რთულია ხოლმე ახალშობილი ბავშვები დაითანხმო, რომ გადაიღო და იპოზიო რომ კამერის წინაშე. შენ როგორ მოახერხე ამ ცნობილი ქალბატონების დათანხმება? რა ვიცი, ზოგ დედასთან რთული იყო, ზოგი არც დამეთანხმა, ვთქვათ, რაღაც ვერ გადავიღო, ვინც ძალიან მინდოდა და ნუ რაღაცა პრობლემა იყო მოკლედ და ზოგიც დიდი სიამოვნებით დამეთანხმა, იმიტომ რომ მაინც ასიამოვნოა, ბავშვები ისე სწრაფად იზრდებიან და ისე ხდებიან ძალიან დიდები, რომ რჩება სამახსოვროდ ლამაზი ფოტო და ყოველთვის სასიხარულოა მაინც რომ რაღაცა დაგრჩება და შეიძლება კედელიც დაამშვენო შენ ამ ფოტოთი და ნუ მოკლედ ისე იყო რომ ზოგი დავითანხმა, ზოგი ვერა. როგორც ვიცი, თითოეული ჩარჩო არის ინდივიდუალურად საკუთარი ხელით შენ გააფორმე და შენ იმუშავე თითოეულ მათგანზე რომ ყოფილიყო იდეალური. ხო, ანუ ყველა როცა ვიღებდი, ვუხამებდი ტანსაცმელს ან ტიპაჟებს დედების როგორი იქნებოდან ფონი, ყველაფერი და მე უკვე გადავედი, როცა დაიბეჭდა ფოტოები ჩარჩოებზე და პასპორტუებზე გადავაკარი ხავერდები და მე უკვე ვფიქრობდი ვის თქვათ მზე მოუხდებოდა ვის უბრალოდ ყვავილები ვის ნაქარგები და ამიტომ ცოტა რთული იყო და შრომატევადი ამიტომ გაგვეწელა ცოტა თითქმის წელიწადზე მეტი ამაზე ვმუშაობ და რავი საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. ამ ქალბატონებს ვიცნობთ ყველა კარგად, მაგრამ აქ რაღაცა ძალიან დედობრივი იმიჯი აქვთ მორგებული. მაგალითად, ვერა ქობალია, რომელიც ძალიან საქმიანი ქალია, აქ რაღაც ძალიან განსხვავებულია. როგორ მოუხდინე თითოეულს ეს იმიჯი? ხო, ეს ალბათ თავისთავად ხდება, სწორედ ამის გადმოცემა მინდოდა მე ფოტოში, დედაშვილის ურთიერთობა. და მით უმეტეს ესეთ პატარა ასაკში რო არიან, უფრო სხვა ურთიერთობებია და სხვა გრძნობებია და ბევრად უფრო საინტერესოა ალბათ აი ესეთი პაწაწინების გადაღება. მართალია რთულია და გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ზოგი ტირო და ზოგი ცოტა მოზდელი რო იყო, მეორეზე ეჭვიანობდა და ცოტა ის იყო გურამიც მეუბნებოდა წიბახაშვილი, მაგასთან გადავიღე ფოტოსტუდიაში და ძალიან ისეთ საქმე შეეჭიდეო, რომ რთულია, მართლა ძალიან რთული იყო, მაგრამ შედეგი სასიამოვნო გამოდის ბოლოს, რომ კმაყოფილი ხარ და ლამაზი ფოტო როა და თავიდან ფიქრობდი, რომ დაგიგროვდებოდა იმდენი ნამუშევარი, რომ შეძლებდი გამოფენა გაგეკეთებინა. ნამდვილად არ ვფიქრობდი, იმიტომ რომ რაღაც ისე დავიწყე, გურამთან ვისწავლე ეს ფოტოგრაფია და ბოლოს იყო რომ უნდა გაგვეკეთებინა ჩვენი ესე ვთქვათ სადიპლომო რა, ბოლო ეს შემაჯამებელი რაღაცა პროექტი უნდა გაგვეკეთებინა და დავიწყე ნელ-ნელა, ჯერ უთხარი ჩემ მეგობრებს, აი თიკო დიდავას, მერე ნათია გრძელიძეს, მოკლედ აი ესე დავიწყე, მერე ხო იცი გახსენდება რომ იმანაც გააჩინა ლამაზი ბავშვი ყავს, ლამაზი გოგოა რაღაცა და მერე უკვე გაიზარდა, გაიშალა და იქ საქსას ყველაფერი და რავი, ახლა 27 მაქვს თითქმის და ძალიან კმაყოფილი კი ცოტა ვიწვალე ამ პასპორტუებზე და ჩარჩოებზე, მაგრამ
მაინც რაღაცა ლამაზი გამოვიდა. როგორია განწყობა, როგორ შეაფასებ შენი აზრით ქართველი დამთვალიერებელი პირველია და სადებიუტო გამოფენაა შენთვის, როგორ ემზადები? ხო, ეს ფოტოპროექტი არის ან პირველი გამოფენა ჩემთვის და რა თქმა უნდა ძალიან ვღელავთ მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან დიდი ხანია უკვე გაიწალა და ვემზადებით თითქმის წელიწადზე მეტია, ხო? ან რომ რაღაცა იქნება ეს გამოფენა, უკვე ხალხი დაიღალა ამ მოლოდინით და მე ძალიან უნერვიულობ, როგორ შეგვაფასებს ხალხი და ვიცი იმედია, ლამაზი იქნება და ჩემი მეგობრებიც ხო ვინც მეხმარებოდნენ ყველაფერში, ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ უთხრა ირა კურმაევას პირველ რიგში, ვინც მეხმარებოდა ფოტოების დამუშავებაში. ძალიან დიდი მადლობა. თიკო დიდავა კიდევ ერთი საქმიანი ქალბატონი, რომელიც აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში მისი დასაწყისისთანავე, თავის ქალბატონ ნინასთან ერთად. თიკო, როგორ მოხდი შენ და ნინა ამ პროექტში? მოგესალმებით. ერთ-ერთი პირველები ვიყავით მე და ნინა, რომლებიც ჩავერთეთ ეკას პროექტში. ეკა მართლა გარდა იმისა, რომ ჩვენი მეგობარი არის, ძალიან ნიჭიერი, მინდა აღვნიშნო და მისი თოჯინები არის ძალიან ცნობილი და ის არაერთხელ გვანებიურებს სიახლეებით და როცა მითხრა, რომ ფოტოპროექტის გადახებას იწყებ და ვკითხე თუ ვინ იღებ და მითხრა, რომ მეო ან დავიწყეო სწავლო და რა თქმა უნდა არც მიფიქრია იმდენად ვენდობით ეკას, რომ შესაბამისად ჩავერთეთ ამ პროექტში და რა ვიცი, ძალიან ლამაზი გამოვიდა ეს ფოტო. ნინა აქ არის ჩვენი ფოტო და ნინა არის აქ 4 თვის უკვე დიდი გოგოა და შემდგომ იმდენად მომეწონა ეს ყველაფერი რომ ამასობაში მეორეც შემეძინა და ერთობლივი ფოტოც გადავიღეთ სადაც მეორე ბავშვთან ერთადაც ვართ გადაღებულები და 5 ივლისს გაიმართება ეს გამოფენა ზურაბ წერეთლის სახლ-მუზეუმში ძალიან ლამაზი ქალბატონები არიან წარმოდგენ თავის ულამაზეს შვილებთან ერთად და ეს ისეთი თემაა რომ დარწმუნებული ვარ გულგრილს არავის არ დატოვებს დამთვალიერებელს და ძალიან მოეწონება თან იმდენად კარგად არის შეხამებული და ხელით ნამუშევარი ფოტოს გარდა ეს ყველაფერი რომ ძალიან ნახატის იერსახეს ქმნის ვიდრე ფოტოსას მაყურებლისთვის. შენ გაგიჭირდა ნინასთან ერთად პოზირება თქვა ხო რამდენი ხანი გაგრძელდა ეს პროცესი და როგორი იყო? სხვათა შორის მაშინ იმდენად პატარა იყო რომ რაღაცა უფრო მარტივად მოხდა და ახლა უკვე როცა დამატებითი ფოტოსესია გავაკეთეთ მეორე ბავშვთან ერთად ეგ უფრო გაგვირთულდა იმიტომ რომ მეორეზე ცოტა ეჭვიანობდა იმას ვერ ვაჩერებდით და როგორც ეკამ და გურამაც აღნიშნეს მუშაობის პროცესში ბევრად უფრო რთული ყოფილა პატარების დამორჩილება. ძალიან დიდი მადლობა. აი ესეთი განსხვავებული ფოტოპროექტი გელოდებათ ზურაბ წერეთლის სახლ-მუზეუმში, ასე რომ 5 ივლისს 19 საათზე აუცილებლად მივბრძანდით და ათვალიერეთ გამოფენის ნახვის საშუალება კიდევ 1 კვირის განმავლობაში გექნებათ. ნამდვილად ამოუწურავია ეკა ჩანჩიფაძის ფანტაზია და აი ეს ფოტო შეიძლება იქცეს მაღარ მხატვრულ ღირებულების ნიმუშად, რომელიც ეკიდება კედელზე და ესეთ არჩება შვილებს და შვილიშვილებს და ეს მართლა ძალიან საინტერესო რაღაცნაირი მოფიქრება არის. მithumetes აღარ ვბეჭდავთ ფოტოებს, ბაიკო, იშვიათად ძალიან. იშვიათად და როცა ეს ფოტო ჩაჯდება აი ასეთ არაჩვეულებრივ რაღაც მხატვრულ ჩარჩოში პასპორტს რო ვეძახი და მე ჩარჩოს, ეს არის რაღაცა ძალიან ლამაზი და ფოტოებს ბეჭდავთ საერთოდ? მე კი ბეჭდავ. მე მაგალითად უკვე ამ ბავშვის ალბომს ვაწარმოებ და ცოტა ეხა დამაგვიანდა და ბეჭდა, მაგრამ შევავსებ ეხლა აუცილებლად და ფოტოებს ბეჭდავ ბებიებისთვის, ბაბუებისთვის, ვისაც არ აქვს საშუალება ხო, სოციალური ქსელით ნახოს და მიმაქვს. შეუნებას ვიღებთ შენი ბიჭუნას სოციალურ ქსელში აქტიურად. ვიდეოც არჩევებიც ხო არის, რომ იცვლება სურათები? ასე და ამგვარად მე ვფიქრობ, ოდნავ გაგახალისათ ჩვენმა დღევანდელმა გარემომ, იმედი მაქვს რომ სასარგებლო რჩევებიც მიიღეთ საცურაო კოსტიუმებთან დაკავშირებით და რამდენიმე ადგილშიც შეგახედეთ, სადაც შეგიძლიათ წახვიდეთ და განიტვირთოს სულიერ. და მე ვიწყებ ახლა ქვიშის ალაგებას, სტომრებიდან ნიჩაბი მომიტანეთ. დღეს ავალაგებთ ამ ქვიშას და ხვალ შემოვაგორებთ სამზარეულოს. წვერი არ უხდება მერიკოს ახლა ქვიშა და ასე შემდეგ უნდა გავაპრიალო, ახლა დავიწყე. ნაკას, ნახვანდი.